Հայտ խալխո։ Հայտ։ Վայ։ Կինաղան ծավիքեցի խալխո թավի շտատիվիանա դա թքոյնթան երթատ։ Կոֆե դավլիոտ։ Կավս մի վիրթուատ երթատ խալխո մի եսալմե։ Զյանի ყავა։ Մոգեսալմებით։ Როგორ ձանդებით։ ყავა մի ვირთვათ ხალხო. Կոֆե մի ვირთვათ. ის ფოტო გამოჩნდება ნეტა კადრში. უღრმესი მადლობა, დედაჩემი საჩუქარია. ლამაზად გამოჩნდება ფოტო. რაღაცა ფოტო მინდა იმას ახლა გამოვიწერო რომ დავამაგრო რომელიმე კედელზე. ეს ერთი გეტყვით რომ სურათები არ მიყვარს ხალხო მე რო კიდია ხოლმე იმაზე რა ქვია კედელზე. მაგრამ სხვათა შორის ეს ლამაზია. სურათები არ მიყვარს, მაგრამ უნდა შევიყვარო. ვინმესთან რომ შევდივარ ხოლმე და ფოტოები კიდია ლამაზია ხოლმე რატომღაც. ნახე რა ლამაზია. აი ხალხო ჩანს. ეს ფოტო. თუ ხედავთ. რა ვიცი მანდელან თუ ჩანს. ჩანს. ლამაზი სურათია. დავასხათ კოფე. ესეთი რაღაცა ხო გიყვართ თქვენ? ყავა რამდენი წელი არ დაგვილევია თქვენთან ერთად. ხო გიყვართ, გავაკეთეთ. მოიცა ხალხო მოვალე ხლა ვერა მიხარი. თუ ხედია შემიშალოს. ეხლა ჩვენ მივერთვათ ყავა. ხალხო, აი ეს სათვალე იცი როგორ ამშვიდებს თვალებს. აი ეს სათვალე. იცით როგორ ამშვიდებს თვალებს? როგორ ხართ აბა? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ქარია, თქვენსკენ? ხა მარტო ყავა დავლიოთ, მისაყოლებელი არ გვაქვს ეხლა ამჟამად. მაგრამ თქვენთან ერთად მივირთვებთ ყავას. მაინც. ამჟამად ყოველთვის მისაყოლებელი არ იქნება. მაგრამ რას ვიზავთ? მარტო ყავას მივირთვებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ გოგოს, რომ შესაძლებლობა მოგცა ამდენი ყავის დალევის. საჩუქრები. მე მგონი მეტლახზე ეს გაკეთებული ეს ის არა ქვია სურათი. რაღაც რა მეტლახ. რანეითაი დაღალ. ნახატი არ არის. ჩანს დე. ჩანს. რა თქმა უნდა. დედა სუნის დუხსუნი მოიტანა დედა. ერთმა რა ფარშევანგივით ამაკთან გვერდზე. ჩაი, აი ხელი ჩაისწორე ესე და უკანიდან და აღარ გეკრება. აღარ გინდა ეგრე. ფარშევანგივით მოძრამა. ეხლა აქეთ. ხალხო რა ხდება კოფეს დალევა კარგია თქვენთან ერთად. როგორი ქარია? სუქარია. ამით საფუჭებს ნამეტანი ქარი.
ცხელია. სასიამოვნო ამინცა ფუჭებს კარი. მზე არის, მაგრამ ფუჭებს კარი ნამეტნავად. ცხელ ყავას ვერ სხვა ხალხო. თუ მარტო ყავას კი ზოგადად ცხელს. ხმას მიგდებს ხოლმე. ხო. აკრძალული მაქვს. იმის დალევა ცხელის, მაგრამ ვინ იჯერებს. ყველაფერი დაუჯეროთ, ის არის, არაფერი უნდა გავაკეთოთ. ექიმებს უნდა დაუჯეროთ, აბა არ უნდა დაუჯეროთ. აი ხალხო ხათო მეთქი ხათო რაშუაშია. ხალხო რა უნდა გითხრათ? აბა კომპლექსი ვის აქვს ექიმების შიში. და ვის აქვს მაგალითად აი კბილის ექიმის კომპლექსი. მე ნამდვილად სტომატოლოგის ძალიან კომპლექსი მაქვს, მე შინია. მე მარტო სტომატოლოგის არა, ზოგადად ექიმების. მე ხო. და სტომატოლოგთან როგორ მიდივარ, იმიტომ ამ დღეს ჩემ კბილები. რა ორი კბილი გასაკეთებელი და არ მიდის. შინია. ორია გასაკეთებელი და მესამეც იქნება და მეოთხეც და სულ ყველა უნდა მივიდე, მაგრამ არ მიდის, შინია ძალიან. სხვათა შორის მეც სტომატოლოგის მეშინია. არა, ექიმების მეშინია, მაგრამ აი რომ მივალ და მე გავიგებ რომ საშიში არაფერია და ცუდს არაფერს გამიკეთებენ, მე აღარ მეშინია. ეგრეა ჩვენი საქმე. წავიდა. წავიდეთ რა უგემრიელესი ყავა. მართლა უგემრიელესი ყავა. ცხელია და ვერ ვსვამე. კომპლექსი აუ თვალი. აი კომპლექსები მაგალითად, აი ყველას კომპლექსი რო ყველაფრის კომპლექსი რო გაქვს, აი ყველანაირი დაძაბულობის დაძაბული რო ხარ. აი მაგალითად გზაში რომ მიდიხარ და დაძაბული ხარ. ხალხთან რო ზიხარ. ხო. ეგეც საშიში ის არის ცუდი შეგრძნება. აი იმის კომპლექსი რო გაქვს კიდე სივრცის აი პატარა სივრცის შიში. აი შიში კომპლექსი არა. კომპლექსიც არის რა, იგივე შიში არ არის კომპლექსი. ახლა იგე შინია შენ და იმიტომ ხარ კომპლექსებული. ხო, ექიმები. ვაიმე, დახურული სივრცის შიში ხალხო რა ცუდია. გამოცდილი მაქვს. აი მაგალითად ზადმე რომ მიდივარ და მანქანაში ვზივარ. ზამთარში მაგალითად აწეული რო არის შუშები. ისე ცუდად ხვდები. რომ ლამის იმას აქვს, ყველაფერი ამოვიდეს ზევით. ეს ლიფტში ვერ შევა. ლიფტში ვერ შევდივარ. ეშინია. აი რა არის ახლა? რას მეგობართან რომ მივდივარ ხოლმე ხალხო, მე 14 სართულზე ავდივარ ფეხით. ლიფტში ვერ შევდივარ. მე 14 სართულზე ფეხით ავდივარ. ლიფტში არ შედის და. ლიფტში ვერ შევდივარ. დღეს ხუჩაბათია. გონი. ხო, ხუჩაბათი ხოლმე პარასკევია, ზეგ შაბათი. ზეგ კვირა. აუ, თვალი დავითხარე. დღეს არის 6. ეს თვეცუდად გავარტება. მეც არ ანახე ხო ისა, გამომუშავე. ო არა. ხალხო იცი რა გვინდა? რაღაცის ჩელენჯი გვინდა გავაკეთოთ. აი რაღაცის ის გვინდა. ან იოგურტების გასინჯვა, ან რაღაცა ესე. აი რაღაცა გვინდა გავაკეთოთ. ის რა ქვია, სხვათა შორის ბევრი რამე გვაქვს დაპირება მოხსეული ხალხო თქვენთვის. სასმელები დასაგემოვნებელი მაქვს.
რომ შევაფასოთ სხვადასხვა სასმელები. ლიმონათები უნდა. ალკოჰოლური არა. მაგებს არ ვსვამ. სხვადასხვა ლიმონათი თქვათ. 1, 2, 3, 4, 5. 5 ცალი რო იყიდო სხვადასხვა გემოსი. აი 5 სხვადასხვა გემოს 5. ხო, ძალიან გაიგე. ტკბილეული. მე უნდა ვიყიდო, მაგრამ აბა კომპანიები კი არ იმას უნდა დაუკავშირდი კომპანიებს. ნამუს კი არ იმას იზავენ, რომ გამომიგზავნო რაღაცა. კომპანიებს უნდა დაუკავშირდეთ თვითონ ეტყობა და მე გაგასინჯებენ. რანაირად? კომპანიის ხო ხარ. და ნაში იმას ქნა, მაგრამ რანაირად ფული რომ მოგთხოვენ იმდენი სადა. ფული თუ მომთხოვი, საკეთ უნდა გადამიხადო რეკლამაში ფული, არა თუ მე. ეგრე სად არის? ფული თუ მე გადავიხადე, მე თვითონ ვიყიდი და დავაგებოვნებ. მე თუ ფული გადავიხადე, ეგრე რაღაც მინდა მაღაზიაში მივა, რაღა იმას აქვს რა უკვე მივწერო. თავისთავად აბა რა თქმა უნდა. ხო, ფული თუ გადავიხადე, ბარე მივალ მაღაზიაში და იქ ვიყიდი. კომპანიებს ან მაღაზიებს რაღაცას კომპანიას უნდა მიმართო. ლიბრეს კომპანიას. ალბათ უნდა მიმართო რა ვიცი. ისე იოგურტები რო იყიდო გიო სხვადასხვანაირი. სხვადასხვა გემოთი რომელიც რა გემოა. ზოგიერთი ჟელატინი, ზოგიერთი ვიმე, ზოგი რასაშენელება არის. ის დიდი იოგურტები რა ღირს? ვიცი. რასასიამოვნოა. ახლა კარგი დასალებია ხალხო. აი უკვე ახლა ის ტყემალი ის არის რა ქვია უკვე. კვირტები აქვს უკვე. ტყემალს გიო. გიორგის და ეწოციებს ცხელება. არ მიყვარს. ეს პერიოდი არ მიყვარს. გაზაფხული მიყვარდა ყველაზე მეტად. შენ გიორგი არ ქონდა ალერგია. შემოდგომა და გაზაფხული მიყვარდა ყველაზე რაც მეტად. კორონა დაგეწყო, მის მერე დაგეწყო. კოვიდის მერე დამეწყო ალერგია. კოვიდის მერე სხვათა შორის ჩემი ცხვირი ძალიან გრძნობიარე გახდა. მანამდე არ იყო? არა. მანამდე ისე არ იყო, ისე არ მქონდა ყნოსვა განვითარებული. კოვიდის მერე ძალიან განმივითავდა. გელის ხნოსვა მაქვს. სანამ თვალს არ დავითხრი, მანამდე არ ამოვიღებ აი მკოვს. რა იყო? ცხრავს ხუჯერ მოვდა თვიში. თვალში. ღორს ჩაუყარე. ხალხო ჩვენი ღორი გინდა დაგანახოთ რომ ხელაა. გაინტერესებთ? დაინტერესოთ გიო. ჰა. მოიცა რას გავს არიკა ჭუჭყიანია მე რა ჭუჭყიანი აბა ღორი აბა სუფთას აგინახია. ღორი ჭუჭყიანია ნამეტანი დავბანოთ და მე. არა დავაინტერესო გავანახოთ. ხო ვანახეთ ის პატარა რო იყო. გუნი პატარა არ გვინახებია არა. ღორი საერთოდ არ მინახებია ის ღორი. ეს არა? დაგანახებთ რა მხელა ღორი. მათ პატარა არც დიდი. ხალხო რა მხელა ღორი ყავს. დიდი უზარმაზარი.
ძალიან გემრიელი იყო. დღეს შეშა არ მოხს ხალხო დასაშვები. ძალიან გემრიელი იყო ყავა. აი ჭიქაში მივირთვი. აი ზოგადად ეს ჭიქა მიყვარს. ეს ჭიქა ძალიან მიყვარს ეს ჭიქა, ეს ერთი ცალი მაქვს. რამდენი ცალი იყო დედი ეს? რა, ეგა? ხო. თუ ერთი ცალი იყო. ერთი იყო, ერთი რა ვიყიდეთ ესენი და ეგა. ერთიც ვიყიდეთ, სამი ცალი ვიყიდეთ და ერთი გასკდა. ო, ეგ არა, კერ გასკდა ამოტეხილები ქონდა. არა, ცხელი დავასხე და გასკდა. არა, ამოტეხილი ქონდა, მე გადავაგდე. არა. ამოტრეული ქონდა, ასე გონია იმან გადეხაო, რა ქვია. ვიღაცამ ჩაკბიჩაო. აი, რატო იმაშვება ხალხო ჭიქები, რატო შვება ეგრე? თითქოს რაღაცამ დაკბიჩაო რა. ისეთი ისა აქვს. რა ქვია? ზოგ ჭიქას რო იყიდი ხო ეტრევა კუთხეა ესენი აი ისინი რა ქვია არა სასიამოვნო მასალით არის და კიდე წეღან TikTok-ში ვნახე ხალხო ყანწები და ისინი იყიდება ლამბაქები და ისინი ადამიანმა ღვინო ჩაასხა ღვინო კი არა წყალი ჩაასხა უბრალოდ და ღვინიენშიო იმასხნა ვიღაცამ რა ჩვენთანო ჩემ ოჯახშიო ვიღაცამ ჩაასხა ღვინო და გიორგი გასკდა. რატო? დალბა გიორგი არასასიამოვნო რაღაცა იმითი. ვითომ თიხაა, მაგრამ თიხა არც არის. არც არის და არა აქვს გამომწვარი წესიერად და ეს არის რა ქვია. შენ რა კაი რაღაცები გვხდება ხოლმე დედამოთებაში. მე რატომ ხდებიან ეს მკვდრები და გასვენებები გამაგებინეთ? ხო და ის არის რა ქვია. აი ეგ თიხაში ჩაასხა მერე წყალი რა ხალხს აჩვენებდა რომ ეს არ არის საყიდელი და 1-15-20 წუთი თასი ეკავა გველი დაბლატორე შემოემტრა და მერე ასე მოუჭირა ის გზებჩხილება გოგო რო არის ლამაზი კაი გოგოა მე მიყვარს ეგ გოგო აი ესე რომ მოუჭირა ხელი მოუჭირა დაიფშნა ხელში არც გაუჭრა არც არაფერი გასკდა ისე და წყალი დაეღვარა თასში შეიღვარა ხო ეს არა ამაში დაულევიათ ღვინო ჩვენ იმაში არ გამსკდა რა მაგრამ ეტყობა ახლა არასასიამოვნო ადრე შეიძლება ადრე იყო გიორგი ისეთი რომ ნამდვილად არასასიამოვნო იყო ეტყობა გაკეთებული ეტყობა ის არ ნამდვილად არ უნდა გააკეთონ ეგეთი რაღაცა და არ უნდა გაყიდონ ფულს იხდი ხო ელემენტარული შეიძლება რა თეთრი და რამდენიც გინდა ყიდეს რა ხო ფულს აძლევ იმაში და ყიდულობ ხო ელემენტარული და რატო უნდა იყოს იქ ღვინო რატო უნდა შერწყვე ვიღაცას მისცე რომ განსხვავებული დალიოს ვიღაცამ და დაეღვაროს გასკდეს ხო გაიბზაროს და გამოვიდეს ისა რა ქვია აი რატომ რისი გულისთვის არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცეები კაცო აკეთებენ ალამაზებენ ვითომ მიგიზიდავენ და ნამდვილად არ არის სასიამოვნო რომ სტუმარს მიუტანო და ესეთი რაღაცა მოხდეს ხო ეგ მარტო ეგ კი არა გინდათ საკვებს რო ამზადებენ იმეებში რა ქვია და გინდათ აი მადონა კოიძე რომ იდის ხოლმე და იმ დღეს ის არის რა ქვია ინდოელი სტუდენტები სადაც არიან სადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში იქ არის სასადილო გახსნილი მაგათთვის სპეციალურად და მადონა კოიძე მივიდა ლაივი ქონდა Facebook-ზე ჩართული და არ ვიცი ტელევიზიითაც გადაცემაში თუ ქონდა მადონა კოიძე მივიდა და შევიდა რა საზიზღრობად ამზადებენ ყველაფერს და ის არის ერთმა კაცმა თქვა მენეჯერმა თქვა მე რა ინდოელებისთვის არის გახსნილიო ქალი კი ნაო შეიშალა გამშულობა ქალი რამის თმებში ეცა ხალხო რამის რაღაცას ჩასწყვი ქალ მადონა კოიძე რა მნიშვნელობა აქვს ვისთვის არის ისინი ცხო ადამიანები არიან რა მნიშვნელობა აქვს ვისთვის არის გახსნილი გამაგებინეთ აი მაგას რა მნიშვნელობა აქვს მართალია რა მნიშვნელობა აქვს ახლა ადამიანისთვის არის ისიც გახსნილი გინდა ინდოელი იყოს გინდა ქართველი იყოს ხო და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანებს ნამდვილად სადმე უცხო ქვეყანაში და შენზეც ეგრე თქვას ადამიანი მე რა ქართველებისთვისაა და მე რა არა ეგრე ნამდვილად არ უნდა იყოს რა თქმა უნდა არ უნდა იყოს მოვალე ხალხო გიო დედა წყალი დამალევინე შენ გახარებასე წყალი მომინდა იყავის მე და არ უნდა იყოს ნამდვილად ეგრე რომ აი ხო ქართველია და მე რა ინდოელია მე რა ამერიკელია მე რა ინდოელებისთვის არის მაინც მიჩვეულებები არიან რომ აი მაგას პატრონს მაგისას
არ შეიძლება ნამდვილად რატო უნდა მოვიწამოთ რაღაცა აი გინდაც აი წეღან მე გავკვირდი რომ იმ თიხას და ჩემ შვილის დაბადების დღეზე მოვიტანესო ეს საჩუქარიო და თიხის ის თიხები ხო მოყვება ისინი ხო ლამბაქები კი არა ის ფიალები ხო იმაში ღვინო ჩაასხავ ბიჭმო და ზედ გადაექციაო გასკდებოდა აი 15 წუთი აი 15 წუთიდან რომ დალბაო დაიშალაო წყლის ძალა მოგცეს დედიღებმა დიდი მადლობა წყალისთვის ვეღარ გავიცალე ხო და რა ვიცი მე რატო აქვს ზოგს ეგეთი არ ვიცი არა მე სიცოცხლეზე კი არ ვიძახ განამაგაზ მაგრამ ნამდვილად არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა გაყიდვაში ხო გაყიდვაშიც არ უნდა ხო ელემენტარული აჰა ჭიქას რატო უნდა იმტრეოდეს კუთ აი ესენი აი ამოულები რატო უნდა იყოს რატო უნდა იმტრეოდეს არ ვიცი ეტყობა არასწორი რაღაცა მასალით არის გაკეთებული ალბათ და იმიტომ არ შეიძლება თუ ყიდი შედალოცულო წესიანი უნდა გაყიდო აი ცეხალხონო რა მინდა რისი კომპლექტი მინდა იცი აი მე მინდა 24 კაცზე მინდა თეთრი ჭურჭელი სულ თეთრი თავის მეებით რა ქვია თეფშები ორი თეფში ხო ისა ორმაგი ორი თეფში რო იდება თავისი ლამბაქებით თავისი სატყემლეებით და დიდი და პატარა თავისი ისინი რა ქვია სატყემლეებით და თავისი ისა სალფეთქებისთვის მაიმე თეთრი დანაჩანგალი ხო დანაჩანგალიც ნამდვილად და აი 24 კაცზე დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი რა ძალიან მომწონს ეგეთი თეფშები თეთრი ოღონდ აი ლამაზია თეთრი რო გაშლი და ყველაფერი თეთრია სასიამოვნო ხო თავის ისა და სასიამოვნოა ირო დახედავ და თეთრი იმაში ყველაფერი თეთრი რო ლამაზი სუფრა კაი სუფრას რო არის გაში ნამდვილად მინდა მაგას დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი წყალი კი არ დავli არ დალია იგი წყალი მოვიტარე და კი არ დავli ხალხო ხო და ის არის რა ქვია დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი ძალიან მინდა ეგ ჭურჭელი და კიდე აი სტიქია ჩემი ჭურჭელი აი ხალხო იმ დღესაც ვიძახოთ იმ ჭურჭელში სიარული მიყვარს ხო აი სტიქია ტანზაცმელი ის არისო დაგვიწერეს რომ ტანზაცმელიც ის არისო რა ქვია განტვირთვაო და არ ვიცი ჩემთვის მაგალითად არ არის ჭურჭელში სიარული მიყვარს ყველაზე მეტად აი ძალიან სიამოვნოს აი მიყვარს ყავის ჭიქაც მიყვარს აი ლამაზი რატომღაც აი დახვეწილი რაღაცა აი ესეთი მიყვარს ესეთი ქვაბი ნამდვილად რომ აი სასიამოვნო ქვაბში რო გააკეთებ და აი სიამოვნოს ნამდვილად მიყვარს ესეთი რაღაცა და აი მიყვარს კაი სამზარეულო რაც მართალია რომ აი გემრიელად მოამზადო ტკბილად და რა ვიცი ყველანაირად კარგად და ეს თეთრი ჭურჭელი მომწონს იმისი აი გასაწყობად თეფშები და თავის სატყემლეებით და თავის კომპლექტი ხო სალფეთქის ჩასად აი ძალიან სასიამოვნო არის მიყვარს ძალიან და მით უმეტეს იმ თეთრ იმას თუ კანტი შემოყვება ვერცხლის ან ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ძალიან სასიამოვნოა ვაიმე როგორ მიყვარს აი ძალიან სასიამოვნო ის არის რა ქვია შესახედი აი სიამოვნო და აი მით უმეტეს ჭურჭელში თუ შევდივარ ელემენტარ პირველ რიგში ლიბრეში რო წავალ ჭურჭელში და კიდე კონტეინერები მიყვარს მე აი სიამოვნო კონტეინერები ისინი რა ქვია კარგებია შუშის კონტეინერები აბა ადრე რო იმებში ინახავდნენ ხოლმე ნაყინის იმებში არაფერთ არ შეიძლება აი მაგაში შენახო ხო და აი ძალიან კაია ნაყინი რა შუაში კაცო ისა იმის კონტეინერში რა აი კონტეინერებიც ძალიან მიყვარს აი შუშის რო მაცივარს რო გამოახებ და ლამაზად რო აწყვია ეს გემრიელი საჭმელი და აი რო უყურებ აი სასიამოვნოა რა კოხტად რო აწყვია და კიდე მარილოვანი მიყვარს მე კიდე ხალხო ვედრაც ქვაბიც ესეთი რაღაცები მიყვარს ჩაიდანი სხვათა შორის შიგნით არ შეიძლება მე მოხარშვა მაგაში არა მაგაში მოხარშვა არ შეიძლება მაგრამ ჩაიდანიც მიყვარს აი ჩაიდანი მიყვარს ძალიან აი ჩაიდანი რო
გაზზე რომ დევს კაი ჩაიდანი სასიამოვნოა მიყვარს მე მიყვარს ეგეთი რაღაცა და სხვათა შორის მე მგონია ჩემ გიორგისაც უყვარს ძალიან თლიანობა რო დაზიანებულია ხო ელემენტარული და თლიანობა რო დაზიანებული აქვს იმას ჯამს ან რაღაცას ვერ ვიტან ხო და აი პირველ რიგში ლილოში რომ მივდივართ ან ელემენტარულ სადმე რომ მივდივართ თუ ჭურჭელი არის პირველ რიგში იქ გაგვირბის თვალი მე იქ მივდივარ პირველ რიგში იქ მივდივარ ჩემთვის თერაპია ჭურჭლის თვალიერება და ტექნიკის კიდე თუ იყიდი ეგ ხო საერთოდ რო იყიდი და კიდე ხალხნო აი სავარძელებზე რო წავედით დიონ ტრესროზე რო გვინდოდა ყიდვა გიორგი შევიდა და ყველა აბსოლუტურად რაც მდივნები იდგა ყველას დაჯდა პირველ რიგში 1900 ლარი ღირდა ის მგონი თუ არ ვწდები ოვალური იყო ხო თავის მაგი დაქონდა თავის წავედი და ისე დავახტი ხალხო მეთქი ჩაინგრევათო ისე დავახტი ზემოდან ხო ამაზე ხო დაჯდა ასე შვებოდა იჯღეოდა ხო კაიაო აი ძალიან სასიამოვნო ისინიც კარგებია გიორგი რა მინდა იცით ის არის გიო იქით თუ კუხნა გადავიტანეთ აი იქ დედა გადავიტანეთ კუხნა სამზარეულო იქით აქ ისე ოვალური დიდი ის არ დაიდგმება როგორ არ დაიდგმება ასეთი წამოა ჰა რა ვიცი როგორ არ დაიდგმება აი ესე უნდა წაიღო დედი მანდ უნდა დადგა ხო არ არის კარგი აქ კარებთან ხო არ მოყვება მე არ მოყვება კარებთან კაცო ასე გიორგი იმხელა ხო არ არის მაინც აი აქედან უნდა დაიწყო მაინც აი ესე და ბოლომდე გამოვიდეს ხო და ესენი კიდე იქ წაიღო 600 ლარიო იმან რა ქვია ხათოს უყიდია ისა საჭოლის მატრახით აი მატრახი რა ჟუაში იყო 600 ლარი ძალიან ცოტა მით უმეტეს 8 მარტის ის იყო რა ეხლა 8 მარტო ის არის რა ქვია აქციები ხო საგაზაფხულო აქციაა ზოგადად და აქციებია ზოგადად ხო აი ძალიან კარგი აქციაა მე მაშინ საბაშია ეგ აქცია სადა საბა სადეთ არის არ ვიცი და სხვათა შორის რა საბაში რა ვერ მიხვალ თუ რა არის ტაქსი უთხრა და საბაში წავიდეთ თუ მიყვანს რა არის ვერ მიყვანს და ვერ თვითონ მოგიტანენ ალბათ აი ძალიან კარგი მინდა ერთი საწოლი მინდა ხალხნო კარგი საწოლი ნახევარიც იყოს საწოლი ნახევრიანი აუცილებლად საწოლიანი არ იყოს საწოლი ნახევრიანიც რო იყოს კარგი იქნება მინდა ერთი საწოლი ნახევრიანი მინდა და მე სპალნები იმეებს აქვია ოთა ჯერ დღეს ეხლა აბაზანა მინდა გაკეთება ხალხო კაპიტალურად უნდა გავაკეთო თავის ვანა ტუალეტით თავის ხალხ შეიძლება სულთად კაპიტალურად ვერ გავაკეთოთ თქვენთან ერთად მე რო გაკეთდება განახებთ რა თქმა უნდა მაგრამ ტუალეტი მინდა გაკეთება სახლში და ისა და რო იმას თქვენ განახებთ რა ვიცი წინასწარ ჯერ არ გვინდა ამდენი საუბარი როცა იქნება განახებთ ხო გიორგი თქვენს გარეშე არაფერს არ ვაკეთებთ ეგრეა ჩვენი საკ და კიდე აი იცი რომელი ქვაბები მომწონს აი სამედიცინო ლითონი რო არა ხია აი ქვაბები მომწონს ყველაზე ძალიან ეთასი რო გაკეთეთ ლამაზია სხვათა შორის ხო აი ლამაზიც არის ჭრიალა როა აი იცი გლუვი ისიცა გიორგი რო არ გლუვია გარედან გლუვი აი ხო აი ეგეთია მაგრამ გლუვი აქვს ზოგს და ხავერდოვანი ხო აი რაღაც ხავერდოვანი ხო ეგეთი ძალიან მიყვარს ქვაბები ლამაზ რაღაცნაირი ისაა ხო ლამაზ ქვაბში რო საჭმეს გააკეთებ და ლამაზ მარილოვან ქვაბში რო ჩაასხამ და მაცივარში შედგამ და კაი კონტეინერებში შუშის კონტეინერებში რო საჭმეს ჩაასხამ და შედგამ ხო აი ძალიან სასიამოვნოა და მაცივარი მიყვარს მე კიდე სუ გამოპრიალებული მაცივარი მე არ მიყვარს დაულაგებელი შეიძლება რა არის შეიძლება აი მაგალითად დიდი ხანი რო საჭმეს გააჩერებ მაგალითად მაცივარში ჩვენ მაცივარს სუნის გამშვებია და რო გაფუჭდება ხო თავისთავად მაცივარში გაფუჭდება რა თქმა უნდა ერთი 3 წელი რო იქნება იმაში რა ქვია მაცივარში ის მე რაღაცა გაფუჭდება რა საზღარი სუნი აქვს ხოლმე ხალხო ხო ეცი რა სუნი არ მიყვარს აი კარტოფილი რომლის პიურე რო დამჟავდება აი მე რა საზღარი სუნი აქვს მეთო
როდი ხალხო ძლები არ გამოგვიცხია ხალხო ერთად. სხვათა შორის ღვიძლი აღარ მიყვარდა მე. იცი რატო ხალხო სკოლაში მომწამლა ღვიძლმა. ხო, მაგრამ ის არის რა ქვია. ღვიძლი რა ის რა შუაში იყო ღვიძლი იმითი აკეთებდა რა ქვია. დამწვარი ზეთით. მომწამლა ხალხო გემოგლობინი დამიგდო. როგორ სურათი. სურათი მქონდა გადასაღები რაღაცას უნდა გადაიღო თავიცი და ძლივს ჩავედი იქამდე. ძლივს ჩავედი იქამდე. ჩავედი კი არ ჩამიყვანეს. მე ჩემი ფეხით ვერ ჩავიდოდი იქ. ფორთხით მივდიოდი. მე არ დავტოვე, გადავიღეთ სურათი და წამოვედი. სურათ იყო და. ძალიან მაგრამ სურათ ვიყავი მაშინ. რაღაცა გადასხმაც ხო გავიკეთე. ეგ მაგაზით, ეგ პატარა ხო, მაგრამ მე მის მერც ხო გაიგეთ რაღაცა. მე იმ ისა რა ქვია, ბრონხიტი და რაღაცა ბრონხების აქტება ქონდა. ბრონხიტი და რაღაცა მქონდა კიდე რა ვიცი მე. მახჩობდა ხოლმე. და გავიკეთე აცრა კი არა. გადასხმა. და სხვათა შორის მის მერე გავსუქდი. რამდენი გადასხმა გაიგეთე? 3? მე მგონი ხო? არა უფრო მეტი. რო არ გადაგვესხას ეს ისა რა ქვია გადასხმები გამოიგუდებოდა დღე და ღამე არ გვეძინა. მის მერე გავსუქდი. თორე არ ვიყავი მსუქანი მის სხვათა შორის. ახლა შენ ოპერაცია გაიგეთო, ბეწვის ჩაბრუნება აქ ხალხო. გვინდა ეხლა რომ გაუკეთოთ, იქნება გავაკეთოთ როგორღაც გაუკეთოთ ესა. თორე ხალხო წელი იცი როგორ მტკივა ხოლმე. ხო, და ის არის გაუკეთოთ იქნება ოპერაცია. ой, ფეჩი ჩავუქრა. ყველაფერი ხო ადამიანს უნდა დაიწყო. აბსოლუტურად. ოღონდ იმის გარშე, აი, კომოდ გაყუჩებაზე არ ბაბა, აი მაგითი არ გავიკეთებ აიკა. არა, მაგითი არა დედა, იმითი. აი დღეს ვისაც ვიცი რომ ვიც ეგრე გაიკეთა ოპერაცია. წელის ტკივა დღემდე. ნარკოზით უნდა გაიგეთო. არიქა რა, წელი ტკივილი მოსაშორებლად მინდა მის გაკეთება და კიდე წელი რო ამტკივდეს მე. ეგ არის საშინელება. არა, თარო გესმის კაცო და ხო, თან იმას აშვები რა ქვია, გესმის როგორ იმას აშვებიან. ხო იცი ახლა რაღაცას აკეთებენ. ხო, შეიძლება არ გტკიოდეს მაგრამ. ხო, მაგრამ. შენ ხო იცი რას გიკეთებ. ხო, არ გეტკინება ის რომ გაგიყუჩებენ, მაგრამ ხო იცი რასაც აკეთებენ. რასაც გიკეთებენ. არა, ნარკოზით ჯობია. დამანიბე თავი. ნარკოზით დაიძინებ, გაიღვიძებ. დაიძინებ და გაიღვიძებ მერე. მე ამ ნარკოზი არ გაიკეთია, გერა ვარ. დიდი ამბავი. მეტი საოპერაციო შენ არაფერი არ აგაკეთე, მარტო ეგ აგაკეთე. ჩალი. აუ ის არის რა ქვია, ის TikTok-ში აქ ხდებათ ხალხო, აუ მანქანები გადავარდა იმ დღეს, იმაში. ღმერთმა ჯარი დასწეროს გიორგი, საავტომობილთან გადაგიღებ ვიდეო. გადავიღეთ ვიდეოს. ხო, ის არის რა ქვია. მანქანები გადავარდა მტკვარში ხალხო. ხო, აი როგორ 17 მეტრზე იყო თურმე მანქანა. ნეტა ვინ რანაირად გადავარდა? ხა. ვიდეო იყო იქ სათვალთვალო კამერები ხო არის? და ვიდეო იყო. მე მგონი ეგ ბიჭი გაითიშა იმაში მანქანაში. ცუდად. თვითმკვლელობა მანდ არ არის. თვითმკვლელობა არ არის მანდ. თავის კოლ. შეიძლება ისე ცუდად გახდა გიორგი. იმიტომ რომ ის არის რა ქვია. ეხლა შაბათს ქორწილი უნდა ქონოდა. ქართველია? ხო. შეიძლება შეიძლება ცუდად გახდა უცბად და მანქანა იმით წავიდა რა ქვია პირდაპირ მტკვრიდან. მტკვრისკენ. აბა რო გაი ცუდად რო გახდები რული ხო აწყვეტილი წავიდა და გადაეშვა პირდაპირ. შეიძლება ცუდად გახდა. რაღაცა მოხდა. რა ვიცი ეგ არავინ არ იცის რა მოხდა და რანაირად რა იყო. დამოგიოგნა ნახოთ აი ესე წავიდეთ. თავისი მითი ღორი ხო უთხრა. ვერ მივაბრუნებ ის მინდა მე მიება მარიქა რა.
არ უნდა მიებო. არ მინდა მიიბმა. მაშინ მე განახებ. მე ვანახოთ. სხვა ვიდეოში. შემდეგ ვიდეოში. მე უნდა დაკლან გიორგი და. როდის ეხლა ვიხوار კლავენ შეც კიდე. ხო და ეგრე რა. მოიცა ეხლა არავინ დაწეროს დაკვლაც გადაიღო, მაგას ვერ გადავიღებ ნამდვილად. მე რო იქ ვიყო, მე უნდა დავიმალო რომ დაკლავე. მე რო იქ ვიყო, მე მოვკვდები მაგერად. მოსასულელები გავხდები მე და არ მინდა ეგ ყველაფერი. თან YouTube-შიც მაგას ვერ დავდებ, არ შეიძლება. ხო და ეგრე რა ვიცი, მე საცუდაობა. და მე რა ვიცი რა, სულ ეგ ხდება ყოველ წუთას. მეც შემხვდა ორი ყოველ წუთას. სამჯერ. მაინდა-მაინ მე რატომ ხდება ეს ისინი რა ქვია? გასვენება იქნება, დაკრძალვა იქნება, TikTok-ში დებენ. ის იქნება რა ქვია? ვიღაცა მოკვდება, პანაშვიდზე შედიან, TikTok-ში დებენ. ხალხ, ნუ, რა ჯანდაბა ეცათ ამ ხალხს? რა ძალიან ყველა ინფლუ როგორ გახდა? იმაში რა ქვია, საქართველოში. ყველა ინფლუ როგორ გახდა? ნუ ყველაფერს თავისი სხვა აქვს. ინფლუ იყავი, მაგრამ ყველაფერზე უნდა გადაიღო კაცო. ამ ერთი დღე წავიდეთ, აი ამინდი არ გამოვიდა რომ სასაფლაოზე წავიდეთ და მოვალაგოთ. მივალაგოთ. ვიდეოს გადავიღეთ თან. ნო, იმედია ვიღაცა არ ჩამირთავს კიდე იმას რა ქვია. საათით და არ მომკლავს, კი რა მომკვდი მაშინ. კი რა დავჭი იქ. ალერგია მაგ იმაზე რა ქვია, როთიბავენ და ვიღაცა არ მოვიდა და არ ჩამირთო სათიბი. როთიბავენ მეზე გარეთ ვერ გავდივარ, ვეზობლები როთიბავენ და იმან იქ ჩამირთო. კი რა მომკვდი ხალხო. ვიდეოც მაგ დროს გადაღებული მგონი თუ არ ვწდები. ხმა მე? ჰა? ხმა? ხმაც იქნება, ხმაც იყო. მე მარტო ხმა, მარტო ის კი არა დაღძობა. ხმა იმისი. მიდავე აი ჩვენ წინ. მე იქით მაგიდაზე თქვენ იყავით ხალხო და ხემულები. ხო, რა ეგრეა. ოდა. აი ახლა ბალახი არ არის, მეგონი არავინ ჩართავს. იმ ხელა ბალახი არ არის. ბალახი არ არის ახლა მოსული და. პირბადე მეკეთა, მაგრამ რა გინდა პირბადე. მე მგონი სხვათა შორის ხალხო ეს პირბადე უარეს შვება, ვიდრე ისე. მე პირველ რიგში მივიდიოდა და პირბადეს გავიკეთებ, უფრო ხდება ვირუსი. აჰა, იმ დღეს რო გამიკეთებია პირბადე შეიძლება არ შემხედრო. არ შემხედროდა, ხო. რამდენი ხანი გაგიგრძელა. რა ვიცი მე იმ მარშრუტკაში ყველა პლუხუნია ტეხა და. ამიტომ არ მიყვარს მარშრუტკა. მაგრამ ტაქსიც რა ვიცი ვინ ჯდება. იქ. ხო, რა ხო არ არის ცხან ყოველთვის. ხო. სანიტაიზერი უნდა წაიზო 5 ლიტრიანი და შეასხარო და არ დაჭდები. იმითი უნდა შეასხა ხალხო. ვაზის საწამდი ისინი რო აპარატები, მაგითი. უნდა ატარო თან. ყველაფერს უნდა მიასხა. გითხრა არ შვილის. რა მინდოდა თქვა ხალხო თქვენთვის? წეღან TikTok-ში ვიდეოში მხოლოდ ვიღაც იღებდა ეთყობა. მატარებელი, მეტროს მატარებელი რომ მიდის, ხო მიდის, ვაგონები ხო ერთმანეთზეა გადაგული. და ვაგონებს შორის, შიგნით კი არ იჯდა. ვაგონებს შორის იყო ვიღაც ბიჭი, მე ვგზავრობდა ისე. ვაგონებს შორის. მე რანაირად კაცო ვაგონებს შორის ვერ ჩავარდება. როგორ შევიდა ვაგონებს შორის ჯერ? ხო და ან რა უნდა ვაგონებს შორის, რო ჩავარდე ხო უნდა იმას აკნას რა ქვია. გადაუაროს მატარებელმა რა. სულ გაგიჟდა ეს ხალხი. აი იცი რა არის? მოსაზიდათ ამ ჰეით იმის მოსაზიდათ. ხალხის მოსაზიდას და რაღაც აღარ აკეთებენ. რაღაც აღარ აკეთებენ და თავის სიცოცხლეს
უქმნიან საფრთხეს. ამ ზაფხულს იყო თუ შაშან ზაფხულს არ იყო? შაშან ზაფხულს მატარებელთან რო იყო გოგო და დაიჯახა, ხო დაიჯახა ვიდეოს გადაღების გულისთვის. ხო, აი რა არის. საბედნიო დღეს ცოცხალია და კარგად არის გოგო, მაგრამ მაინც რომ მომკვდარიყო. მე რა ვიცი ხო რა ვიცი, სულელია ეს ხალხი თუ და სულელი და თუ გაგიჟდა მე არ ვიცი. 40 რა ვიცი მე ის არის. იყო ცოტა ხანი, ახლა მაინც აიტვირთება ნორმალური ინტერნეტი, ახლა ის იქნება ხალხო. ის არის რა ქვია. მე მგონი მარტო საქართველოში ვართ ეს დასაწვენიერი თუ რა ხდება? დასაწვენი, გეფიცებ მართლა დასაწვენები ვართ. ტყუილს კი ავიძახი ხალხო. დასაწვენები ერთ ადგილას უნდა შეყვარონ ზოგადად ადამიანები და ჩვენ მით უმეტეს ქართველები უნდა შეყვარონ ერთ ადგილას, დავკვეთონ და ვიყოთ იქ. არც ხალმა რო თქვა ერთმანეთი გიყვარდეთო. ცხოველებმა გაიგონეს. ცხოველებმა ძაღლებმა უფრო გაიგეს. უფალმა რო თქვა ერთმანეთი გიყვარდესო, ძაღლებმა უფრო გაიგეს ვიდრე ჩვენ გონი. სკოლაში რო დავჯდებოდით გიორგი ასე პირველ კლასში. არა მე ისე არ ვიჯექი კაცო. ეს ეს რა უბედურება არის. თან ესე უნდა ყოფილიყავი, აი, ვაი. წელი. გავით კაცო. ესე უნდა ყოფილიყავი თან. 1 საათი. ასე უნდა ქონოდა ხელები რა. ასე რო შვიდ თითები მტკივა ფჭილები. ასე აბარას ისავს. აბარას ისავს. უნდა მოიმტვრიო. არ მოიტეხო. არ მიტეხა კაცო. მე რა ვიცი. სულ გაგიჟდა ეს ხალხი თუ რა არის, რა ვიცი მე. ზოგადად კაცობრიობა გადაგვარებულია და გაგიჟებულია. ოქრად ხან ისე იქნება და ხან ასე იქნება. ზოგადად რას ჩავდივართ და რას ვაკეთებთ თვითონაც არ ვიცით. თვითონაც ვერ წარმოგვიდგენია. კი, მართალია. ის არ კიდე მე ჩაქრა ეს ფეჩი რა არის. ხო გახსოვთ იმაზე რომ ვიღაცა პაკისტანელმა რო ის მიახატა რაღაცები, რა ქვია იმ მონასტერს დამავიწყდა ცხეთაში როა თაზე მაღლა. დედა ღმერთო რა ქვია? ჯურის მონასტერზე რომ მიახატა ვიღაცამ, ხო გახსოვთ? ის არის რა ქვია, მე ხალხმა ხო ყველაფერი სხვანაირად უნდა გაიგონ და სხვანაირად უნდა მიაწერონ. იმას მიაწერეს რა ქვია, რელიგიას. რელიგიას მიაწერეს მუსლიმებიო ეგრე აკეთებენო. არის არ პატივს არ ცემენ სხვის იმას. ეგ რა შუაშია. საბუდავენ და ბროტავენ რაღაც. ადამიანი რო ვერ იქნება თავის მატორზე და თავზე ხელაღებული იქნება და ტვინი რო ვერ ექნება და უტარდო და უტიფარი და ვიღაცა უნორმალურო გინდაც პაკისტანელი იყოს და გინდაც ქართველი და გინდაც ინდოელი და ბანგლადეშელი კიდე მაინც ვერ იქნება და ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება კიდე ეს ვერ იყო ეხლა ის ადამიანი ვიღაცაა და იმას დავაბრალოთ სხვა პაკისტანელებს გადავაბრალოთ კიდე ჩვენი ამოვრეცხოთ ბოდიში როდენო შეგაქციეთ ეხლა მე ვერ ვიყო ჩემ მატორზე და მე ვაკეთო რაღაც სისულელები სხვა თქვენ რა შუაში ხართ ხალხო მითხარით არა რა ჯანდაბარეცა დღეს ამ ყუველს მე რა ვიცი სულ გაგიჟდა კაცობრიობა გეუბნებით ხალხო დამიჯერეთ რომ გეუბნებით ხანდახან ეს პინიკოსი კაცი რო გეუბნება სად მივდივართ საითკენ მე ვექანებთ არ ვიცი რა ვიცი მე ყველა ერთ ქვაბში ნამდვილად არ იხარშება მაგრამ აიც ახლა ისეთი ვერ იყო მოტორზე სხვა რა შუაშია ქართველებსაც ვერ უყავს უნორმალურ ზემოთ რო გითხრათ ხალხო
იცით რა მახსენდება ხოლმე? ხო გახსოვს ვიღაცა რომ მომვარდა, ვიღაცა გოგო რო ცუდად გახდა უცხოელი და ვიღაცა ხალი რომ მომვარდა. ვიღაცა ხალი რომ მომვარდა. მომვარდა, ამას როგორ კიდებ ხელს, რომ გავგიდი, გადავირიგე. ცუდად გახდა ადამიანი და როგორ კიდებ ხელსო? და ერთი კიდე მომვარდა, რუსებს როგორ ელაპარაკებიო. მეთქი ახლა ამ ქალს მიუბრუნდი ხალხო და გალიჯე ერთი გებრიელად. ფუ ამას ხელი როგორ ჩაკიდეო, ვაიმედე და არ ვიცი. ის იყო შავკანიანი იყო გოგო და ცუდად გახდა სიცხე იყო, ზაფხული იყო, ის თოინჩი ხალხო. ცუდად გახდა. აბა იმ სიცხეში რანაირი სიცხეა ხოლმე. ის კი არა მე ვხვდები ხოლმე ხანდახან ცუდად და. ხო და. იმას ავქენი რა ქვია უთხარი დახმარება ხო არ გჭირდებათ რამე თქო. ან სასწრაფოს ხო არ გამოუძახოთ თქო ან რაღაცა. ავიყვანეთ და იმაზე დავსვი სკამზე. ჩაიკეცა გოგო ჩაიკეცა ადამიანი. სკამზე დავსვი ხო და წავედი მე წყალი მოუტანე შევასხი სახეზე ჩამოვაბანინე სახე და იმას ავქენი დალიე წყალი და მომვარდა ვიღაცა ბებერი ხალი, ამას როგორ ჩაკიდე ხელიო. რომელისთვის მიმექცია ხალხო ყურადღება აღარ ვიცოდი. მაშინ სურვილი გამიჩნდა ეხლა ეს ასაკოვანი რო არ იყოს ხო? თქო. მიუბრუნდი და გალიჯე ერთი გემრია თქო. ჯერ პირველ რიგში საერთოდ დავიდი ვიწყებდი კიდე რო გაიგრძელებინა ჩავცხებდი რაღაცა თავში. ავიღებდი იმ გოგოს და გავუკანებდი პირდაპირ. ხო და ადამიანი ცუდად გახდა და ის არის რა ქვია. ამას როგორ ჩაკიდე ხელი? გამაგიჟა ამ ხალხმა. ბევრი ეგეთი შევსწრები ვარ ხალხო იმაში რა ქვია. ქალაქში. რომ უყვე დიდზე წაგვიყვანს ძალიან, მაგრამ რას ვიზავთ? ეგეთები ყავს ბევრი. სამწუხაროდ. არ უნდა იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ არიან. იცი რას ვიტყვი ხალხო? ბოდიში და დავიკიდოთ სხვა როგორც ფიქრობს და სხვა როგორც არის. ჩვენ ვიფიქროთ, როგორც ვფიქრობთ. როგორც ვაზროვნებთ. ჩვენ ისე ვიაზროვნებთ. ის იყოს. იმას აკლდება ჩვენ ხო არა. ვინც ადეკვატურად ვფიქრობთ, იმას აკლდება ჩვენ ხო არა, ვინც არაადეკვატურად ვფიქრობთ და უნორმალურობით არის. თავი ვინცაც აქვს მიდიხინებულსაც. მოდი და ეხმარები ხალხო ადამიანს. ზაფხულში ისეთი სიცხეა ხოლმე, რომ შეიძლება გული კი არა რა. და ვიცი რა წაგივიდეთ, წყალმაც არ გიშვებოს. საერთოდ ჩამოდნე, ჩამოიღვენთო სამთელივით. შეიძლება წყლის მისხვაც არ მოგასულია. რა ვიცი მე პირადად ეგეთი შეხედულებები არ მაქვს. მაგრამ ბევრს აქვს რასისტული შეხედულებები. სამწუხაროდ. და მეთანხმები? სამწუხაროდ რასისტული შეხედულებები ბევრს აქვს. ჩემი გოგოს გამოგზავნილი ტილოები. ტილოები? რა კარგად იწოვს ეს ამართლა წყავს? ხო. მართლა სასიამოვნოა შვილო. ჩემი გოგოს ტილოა ეს. აი მაგიდაზე რო წყალი დაასხა. ხო. და დაადო ეგა უცბად იწოვს. კი. წამში. რამდენმა ყვავმა გადაიფრინა. ახლა მაგას უყურებ ხალხო.
ესეთი ქარია რომ ო თან ზოგი იქით წაიღო ქარმა ზოგი აქეთ ზოგი მარჩხვნი მარცხნივ ზოგი მარცხნ მარცხნი რა არის გორი სუგავრეკევე აი 50-ზე წავედით გორი მე სუგავრეკე ხალხნო მარცხნივ და მარცხნივ დაგეშვიდობებით ხალხო ეხლა მომავალ ვიდეომდე წავედით 2:50 წავიდა აბა ხედა ღამე შუადღე შვიდობისა საღამო შვიდობისა რაღა შუადღე ბედნიერი საღამო კარგად იყავით მაგრად იყავით თქვენთან ერთად ვისაუბრეთ ვილაპარაკეთ რაც საჭირო იყო რაღაცები ვილაპარაკეთ რა ვიცი ხან ისე ხან ასე ზოგი კარგი ზოგი გლახა ზოგის აბა ხედა აბაჰო კარგად იყავით მაგრად იყავით ბედნიერი საღამო და რავი ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის გაიხარეთ გამრავდით გაბედნიერდით ნებისმიერ კუთხეში უცხოეთში იქნება საქართველოში იქნება რავი სად იქნებიან ყველას ბანგლადეშში ძრო იყოთ დავემშვიდობებით ხალხო არ ვიცი რა დრო გაქვთ ახლა თქვენ და რა დროს უყურებთ ამ ვიდეოს რა დროსაც უყურებთ ის დღე მშვიდობისა თქვენ აბა ხედა აბაჰო წავედი ახლა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით კარგად იყავით მაგრად იყავით აგიტვით ეს ვიდეო საღამოს აღარ დაველოდები რომ არა იტვირთოს კარგად იყავით მაგრად იყავით არხის გამოწერა ვიდეოს დალაიქება და კომენტარი არ დაგავიწყდეთ ბაი აი ბაი